მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუა დღის პოლიტიკა, რადიო სივრცეზე FM 98-სა და 5-ზე. ჩვენ მაუწყებლობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან და ჩვენი გადაცემის შუა დღის პოლიტიკის მეორე სეზონი ეძღვნება საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტს და მასთან დაკავშირებულ სიახლეებს. როგორც მე ვარ გურამ ნიკოლაშვილი, დღეს მიმდინარე ამბებზე ვილაპარაკებთ ზვიად ავალიანთან, პოლიტოლოგთან, თუ რა ვითარებაა დღეს ქვეყანაში შექმნილი და ყველა აქტუალურ საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანია რომ განვიხილოთ. პირველ რიგში დავიწყოთ ესე ვთქვათ გუშინდელი გამოხმაურებით, რომელიც იქცა ერთ-ერთ მთავარ თემას. ლაპარაკი არის ეუთოს გენდივნის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩემთვის მთავარი ფრაზა აღნიშნა გუშინ, რომ რა თქმა უნდა იქ ლაპარაკი იყო არჩევნებზე, იქ ლაპარაკი იყო რომ ჩვენ გავაკეთეთ ესე ვთქვათ შეფასება, ეს ყველაფერი ასახულია დოკუმენტებში და არ შეიძლება რომ ქვეყანაში ამხელა პროცენტი და წილი მიიღოს პარლამენტში ოპოზიციამ და მათ ეს უბრალოდ გადაყარონ და შემდეგ რაღაცა სხვა სცენარის განვითარებას მიიღონ ხელი. ეს განცხადება გავრცელებულია, ხა მე ცოტა თავისუფლად მოვყევი მის შინაარსის შესახებ, მაგრამ ჩემთვის თავარი იყო ფრაზა, რაც მან თქვა, რომელიც არის ჩემი აზრით საკვანძო, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო ომში მყოფი ქვეყანაა. ანუ ეს არის ის ამოსავალი წერტილი, რომელიც ძალიან ზუსტად დაინახა ბატონმა სინირლი ოღლუმ ეუთოს გენდივანმა და ჩვენ ხშირად ამ გადაცემაში ვლაპარაკობთ ხოლმე იმაზე, რომ კონტექსტი რაშიც დღეს საქართველო იმყოფება, რამაც განაპირობა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შინაარსი, რომელიც იყო დაპირისპირება დღის წესრიგებს შორის, იმიტომ რომ ჩვენ რეფერენდუმად შემოგთავაზა ოპოზიციამ, რომ ეხლა ამ ქვეყანაში წყდება არჩევანი, რომ ჩვენ მივდივართ ევროპაში თუ მივდივართ რუსეთში, რაზეც პასუხად მიიღო, რომ საქართველოს არსად არ მისდევ, ესად ვერ წავა, იმიტომ რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც ყოველთვის აქ იყო და არსებობდა და ზურგზე ვერ მოიკიდებ ამ ქვეყანას და სინამდვილეში გამომდინარე იქიდან რა სცენარიც ჩვენს გარშემო ხდება და ტრიალებს, დღეს საკითხი ესე დგას, რომ ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკას, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და დავიცვათ ქვეყანა, თუ შევდივართ ისეთი ტიპის ავანტიურებში და ისეთი განზრახვების манипуляციის მსხვერპლი ხდებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ესკალაცია, მიგვიყვანოს ყველაზე ცუდ სცენარამდე, რასაც ქვია ომი და ომში აღმოჩენა და ჩათრევა და ჩვენ მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებში ვხედავთ ჩვენს რეგიონში, ესე როგორც ნაღბები, ისე ფეთქდება გარკვეული პრობლემები და შემდეგ ვხედავთ ამ ომში და რაღაც რაკეტების წვიმაში გახვეულ ქვეყნებს, ხო? შენ როგორ აფასებ, ანუ დღეს ამ განცხადების მოსმენა და ამ შეფასების მოსმენა იგივე გაიმეორა პრაქტიკულად შვეიცარიელმა დეპუტატმაც რას შეცვლის ზვიად, ანუ როგორ შეიძლება ამან იმოქმედოს დღეს საქართველოში ასეთი ტიპის განცხადებებმა? მოგესალმები გურამ, მივესალმები ჩვენს რადიო მსმენელებს. ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იყო ფირდონ სინირლიოღლუს განცხადება და არა მხოლოდ იმ კონტექსტში, რომ ომში მყოფი ქვეყანა, არამედ მან კიდევ ერთხელ საგანგებოდ გაუსვა ხაზი იმას, რომ არჩევნები, საპარლამენტო არჩევნები იყო ჩატარებული სამართლიანად და მან მთლიანობაში ასახა ქართული საზოგადოების ნება და მეორე მან გააკრიტიკა ოპოზიცია იმისთვის, რომ იგი არ იყენებს იმ მანდატებს, იმ ნდობას, იმ წარმომადგენლობას პარლამენტში, რომელიც მიიღო საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან და სამაგიეროდ ცდილობს დესტრუქციული პროცესების ორგანიზებას ქვეყანაში. ეს იყო ცივი შხაპი მთლიანად ზოგადად რადიკალური ოპოზიციისთვის, თუმცა მათ ამისი არ შეწყვებათ, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც კარგია, რომ ასეთი მაღალი ტრიბუნიდან ეს შეფასებები გაკეთდა. საქართველოსთვის რას შეცვლის? საქართველოსთვის ალბათ შეცვლის იმას, რომ კიდევ ერთხელ უნდა გაიაზროს, კიდევ ერთხელ მიეცემა ქართულ საზოგადოებას საშუალება გაიაზროს ის თუ რა პროცესში ვართ რეალურად დღეს და რომ ამ პროცესის შეფასება ეს არ არის მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების ინტერპრეტაცია, რომ დიახ, რეალურად ჩვენ ვართ ძალიან სახიფათო საერთაშორისო ვითარებაში, სადაც ბეწვის ხიდზე გვიწევს გავლა ფაქტიურად ყოველ დღე და საპარლამენტო არჩევნები რომ ახსენე გურამ,
საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციამ მართლაც ესეთი, ასე ვთქვათ, რეფერენდუმის იდეა შემოაგდო, რომ რუსეთი თუ ევროპა და ამ იდეას ხელისუფლებამ დაუპირისპირა ძალიან სწორი ჩემი აზრით კონტრ იდეა, რომ დიახ, თუ გინდათ რეფერენდუმი იყოს რეფერენდუმი, ოღონდ ეს იქნება რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, იმიტომ რომ ყველა მიცის, რომ ქართული ოცნება არის ერთადერთი რეალური პოლიტიკური ძალა დღეს ქვეყანაში, რომელიც არის ორიენტირებული მშვიდობის შენარჩუნებაზე. მაშინ როცა რადიკალური ოპოზიციის ფაქტიურად ყველა ფრთა ამა თუ იმ ფორმით მომხრეა იმისა, რომ ქვეყანა აღმოჩნდეს გარეული სხვადასხვა სამხედრო საერთაშორისო ავანტიურებში, რაც კატასტროფული შედეგებით დასრულდება ბუნებრივია საქართველოსთვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ვიტყვი, როგორც პირიდონ სინირლიოღლუს, ასევე შვეიცარიის წარმომადგენლის სიტყვები, რომელმაც საგანგებოდ გაუსვა შვეიცარიის წარმომადგენელმა თუ მიაქციეთ ყურადღება, საგანგებოდ გაუსვა ხაზი იმას, რომ ეუთო ოდირის შემფასებელი მისია იყო საქართველოში ჩამოსული საპარლამენტო არჩევნებზე, ისინი შეიკრიბნენ და კონსენსუსის საფუძველზე მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ არჩევნები იყო ჩატარებული კარგად და მან სწორად და ზუსტად ასახა ქართული საზოგადოების განწყობა, შესაბამისად საიდან მოდის ეს პრეტენზიები, რომ არჩევნები გაყალბდა და რომ არჩევნები ვიღაცას მოპარა, აი ეს კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ, დადასტურდა ის, რომ მთელი ყველა ეს პრეტენზია, რომელიც რადიკალური ოპოზიციისგან გვესმის, არის და მათი მხარდამჭერებისგან, რაც თავარია, მხარდამჭერებისგან თუ რეალური პატრონებისგან საზღვარგარეთ, არის თითიდან გამოწვეული. და ალბათ ამის შედეგიც არის ის, რომ რეალურად უკვე მათ აქციებზე თუ დავაკვირდებით, ხალხი არ მოდის. აი ახლა მაგალითად კვირის აქციას რომ გადავავლოთ თვალი, მთელი ერთი კვირის მანძილზე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, დიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები, პარტიები, სრული რადიკალური ოპოზიციური სპექტრი, საელჩოები, ევროპიდან მათი მხარდამჭერები და პატრონები აორგანიზებდნენ შეკრებას და ჩვენ ნახეთ, რომ აი, რა ვიცი, 2000-ზე მეტი კაცი არ იქნებოდა იქ გამოსული. იმიტომ რომ ახლა არჩევნები ახლოვდება და ადამიანები მიხელ პირველ რიგში გულისხმობ ოპოზიციურ ამომრჩეველს, რომელიც როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს იყო არა მათი პროაქტიული მხარდამჭერი, არამედ ეს იყო რეაქციული ამომრჩეველი, ან ნეგატიური. ქართული ოცნების წინააღმდეგ ხმა, ვინც ჩათვალა, რომ ანუ 12 წელი საკმარისია და უნდა მას ცვლილებები, ხო? ეს იყო ასეთი ტიპის ამომრჩეველი, ვინც მას ხმას მისცა და შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენ გვაჩვენა, რომ აი ეს თქო ქუჩაში გამოსული საპროტესტო ელექტორატის ნაწილი მათ ვერ იღებს ამ პარტიებს პროტესტის ნაწილში მათ ვერ ხედავს, ანუ არ უნდა ამ ხრივ რაღაცნაირად მათი მხარდაჭერა და მეორეს მხრივ პარტიებიც ვერ თავაზობენ ალტერნატიულ დღის წესრიგს, ისინი აღმოჩნდნენ სრულიად ჩიხში, იმიტომ რომ მათი მოქმედეს აი ამ პროტესტის მეთოდით ჩათვალეს, რომ ეს მათი მხარდაჭერები არიან, ეს ადამიანები და შეუძლიათ რაღაც ქუჩის გზით რაღაც ცვლილების მიღწევა, თუმცა ვერ გათვალეს, რომ ეს ვერ მოხდებოდა, ხო? და ამიტომ დღესაც კი, როცა აი ვთქვათ რაღაც კვლევებს გავეცანით წინა კვირაში, რომელსაც ატარებს ჩაატარა ისე ვთქვათ ორგანიზაციამ, რაღაც კვლევების ცენტრმა, სადაც წერია, რომ უმეტესი ნაწილი მაინც ამ საპროტესტო ელექტორატის მხარს უჭერს იმას, რომ მარშრუტებში მონაწილეობის მიღება მოხდეს, ხო, ზოგს ურჩევნია, რომ ეს იყოს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ზოგს მის გარეშეც თანახმარი. ამიტომ დასმული საკითხი, როგორც ხელისუფლება სწორს დააჩვენებს, რომ სულ არსებობს სამყაროში ბუნებაში ორი ფორმა, ხო, ეს ანუ შენ ანაკეთებ რევოლუციას, თუ რევოლუცია მარცხდება, აუცილებლად მიიღებ კონტრზომას, ეს უბრალოდ არ ჩაივლის, ბუნებრივია და ჩვენ ამ პროცესსაც ვადევნებთ თვალყურს. და ან უნდა გაიმარჯვონ და დამარცხე და ან ისევ კონსტიტუციური წესრიგით არჩევნებით მიმართავ, ესე ვთქვათ, ცვლილებებისკენ პროცესს. მაგრამ ამაზე მათ თქვეს უარი. დიდმა ნაწილმა, ხო? არსებობს პარტიები, რომელიც მიხვდა, რასაც ჩვენ ყოველდღე ვლაპარაკობთ ამ ეთერში, რომ დღეს აი გამოგვლიჯოთ თბილისი, რაღაც ეს ფრაზებს ქმნიან ხოლმე და დღეს არ დგას საკითხი ესე. ეს შეიძლება იყოს პროგრამა მაქსიმუმი.
მაგრამ პროგრამა მაქსიმუმზე დევნამ რა სადამდე მიგვიყვანა, ეს კი ნახეთ და დავინახეთ, ხო? პროგრამა მინიმუმი არის ის, რომ შენ საერთოდ რჩები პოლიტიკაში, შენ მის გარეთ გადიხარ. და ხელისუფლება ეს ძალიან მკაფიო დაჩვენა. ეხლა რა კავშირი აქვს ამას აი აღიარებებთან, რაც ევროპიდან წამოვიდა, ხო, თანდათანობით და ეს შეუძლებელი იქნება, რომ ეს არ გაგრძელდეს მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ევროპული დამოკიდებულება არის შემდეგი, რომ თუ სადღაც ისინი ხელს არ ისვრიან, თუ სადღაც ხედავენ, რომ შეიქმნა კრიზისი და ეს კრიზისი მიუშვათ. იყოს თვითონ რაღაც, ანუ მას შეუძლია ხანგრძლივი მოთმინების და პაუზის აღება იმისათვის, რომ რაღაცნაირად რესურსი დაიღალოს, გაცვდეს და შემდეგ იტყვია, რომ აი ნახეთ, აი კრიზისი გაქვთ, ხედავთ ვერაფერს ვერ მკლავდებით და მოდი ამიტომ დაგეხმარებით ამის აღმოფხრაში და ჩვენ მერე ვიხილოთ ისეთი პროცესი, როგორც ნახეთ შარლ მიშელის შემთხვევაში, მაგრამ ხელისუფლებამ ამჯერად ეს გაკვეთილი, რომელიც ჩვენ ერთ ციკლი უკვე გავლილი გვაქვს, ზუსტად ვიცით რა როგორ ხდება, ანუ ზუსტად იგივენაირ მდინარეში, ანუ შეუძლებელია ვერ შევალთ და ამიტომ აქედან გამომდინარე ხელისუფლებამ მაჩვენა, რომ არა, ეხლა ჩვენ განახებთ, რომ სწორედ იმიტომ, რომ აურჩევლის უმრავლესობა ჩვენ მხარეს არის, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ არაფერი დაგვიშავებია და არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ხო? ზუსტად ისე როგორც ეუთომ დაწერა, დარღვევების მეტი რა იყო, მაგრამ ამას არ შეუძლია არჩევნების შედეგი. აქ ამ ეპიზოდურ დარღვევებზე არა, რომელიც ყველა პროცესს ახლავს. თან ამიტომ ჩვენ გაჩვენებთ, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ქვეყნის მართვას სწორედ ისე, თუ ამ ბოიკოტის რეჟიმს გამოგვიცხადებთ, ბოიკოტის რეჟიმშიც ჩვენ მოვახერხებთ ქვეყნის მართვას და რაც მივიღეთ ჩვენ პარლამენტის აი ეს პრაქტიკულად დაიხურა გუშინ საგაზაფხულო სესია, ასე გაგრძელდება სამომავლოდაც და ყოველ აი ამ ხის დამოკიდებულებაზე იმ ფონზე, როდესაც სირიას და იქ პრაქტიკულად ყოფილ ტერორისტებს, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდნენ, უხსნიან სანქციებს. დაიწყეს სომხეთთან დსთ-ის ქვეყნებზეა ლაპარაკი, აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაბმა და გააქტიურება, სომხეთთან ურთიერთობის გაბმა და გააქტიურება, ანუ ირანის მოკავშირე ქვეყანაზეა ლაპარაკი. სამძიმარზე მისული საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჩანაწერი დატოვა წიგნში და ამას აქ მოყვება ერთი ამბავი და ლაპარაკი არის ირანის სტრატეგიულ მოკავშირეს სომხეთზე, ესე რომ გადამული ყოველდღე კვირაში ერთხელ რომ ვიღაცა მინისტრი ჩადის და ჩვეულებრივი ნაწილი რო არის რუსეთის და იმის აქვე სომხეთის და კიდე აზერბაიჯანსა და იმას შორის, რა ქვია, თურქეთს შორის გაჩხერილ ამ სომხეთზეა ლაპარაკი, რომელიც აი კაია კალასის შექების საფუძველია და აი მოდი ახლა რაღაცა უვიზო მივცეთ და ამაზეა ლაპარაკი. ყოფილი ვართ ევროკავშირი და სომხეთი ისე ახლოს როგორც დღეს. წარმოიდი, ანუ ეს ახლა რითი შეიძლება რომ აიხსნას პრაქტიკულად ის რაც თავის დროზე არსებობდა ლოგიკური ბრალდება. ხო, ვიღაცას თქვათ ეჩვენება რომ არ შეჯერა, როცა ეუბნებია რომ ლაპარაკი არის ომის სცენარზე, ლაპარაკი არის მეორე ფრონტზე, რომ სკეპტიკურად ეკიდება. მაგრამ შენ რაღაცა ლოგიკით მიდიხარ და რაღაც მაგალითებს აჩვენებ, რომ აი ამ სიტუაციაში ეს საერთოდ არ არის გამორიცხული. ყოველდღიურად ჩდება მეტი და მეტი დასტური იმის, რომ მხოლოდ ამ სცენარზეა ლაპარაკი. საქართველოს ერთადერთი რაც დაარღვი არის ის, რომ ანუ ეს ფუნქცია მისი, რისთვისაც არის ის გამოზრდილი ამ პაიკად, აი ეს ნაბიჯი არ გადადგა. ხო, აქ არ გააკეთა ისეთი ესკალაცია, რომელიც წნეხს მოხსნიდა უკრაინულ ფრონტზე, გადმოიტანდა აქცენტს აქ და უკრაინას გაუადვილებდა რაღაც სამხედრო ოპერაციებს. რაც ჩვენ ვნახეთ კურსკში, მეორე ფრონტი ვნახეთ კურსკში და ეს როლი უნდა შეესწრო. ის რომ ეს როლი არ შეასრულა, რასაც მისგან ელოდნენ და რა კი ამას არ ასრულებდა, შემდეგ ხელისუფლების ცვლილება უნდა მომხდარიყო და ისე უნდა მიღწეულიყო აქ ესკალაცია. მხოლოდ ამიტომ იჯდება, იმიტომ რომ სხვა არანაირ ლოგიკაში ზემოჩამოთვლილი მაგალითები არ იჯდება. რას ფიქრობ? შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, არა მარტო მაგალითისგან, რომელიც ახლა შენ მოიყვანე, რომ სომხეთთან ურთიერთობას რაღაც სტრატეგიულ დონეზე აიყვანეს მაშინ, როცა სომხეთი ირანის სტრატეგიული მოკავშირეა და სხვა მაგალითები. ელემენტარულად თვალი თუნდაც დაუბრუნდეთ აი ამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში რა კრიტიკული შენიშვნები არის საქართველოს მიმართ, რაზეც ჩვენმა დელეგაციამ წარმოადგინა კონტრარგუმენტები. რას გვედავებიან? ესე იგი, გვედავებიან ერთი აგენტების კანონს ეძახიან ფარას, რომელიც როგორც ვიცით, ჩვენ არა მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს, არამედ ევროპის ბევრ ქვეყანაში, ისრაელში, ავსტრალიაში, ანუ ამ კანონში არაფერი ისეთი არ არის, რაც დემოკრატიული ქვეყნებისთვის არის, ან დემოკრატიული ღირებულებებისთვის არის მიუღებელი. პირიქით, იმიტომ რომ ინტერპრეტაციები ყოფილიყო თავიდან აცილებული, როგორც გვახსოვს, ჩვენ უმრავლესობამ პირველი ვერსია კანონის შეაჩერა და მიიღო ამერიკული ფარას ზუსტი ანალოგი
და ამას საყვედურობენ, რომ ეს თურმე ყოფილა წინააღმდეგობაში დემოკრატიულ პრინციპებთან, მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში 30-იანი წლებიდან მოქმედებს, კიდევ რა შენიშვნები იყო? ხო, რას გვედავებიან? ჩინეთთან ურთიერთობების რა კრიტიკული შენიშვნა იყო, რომელზეც ნიკოლოზ სამხარაძემ გაამახვილა ყურადღება. ჩინეთთან ურთიერთობის ახალ დონეზე გადაყვანას გვედავებიან, ეს საერთოდ გაუგებარია ჯერ ერთი ეუთოს რატომ აწუხებს და მეორე, რამდენად ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს საქმე უყურე. ესე იგი, თვითონ ევროპის ქვეყნები და ევროპის ქვეყნების ლიდერები რიგში არიან ჩამწკრივებული, როდის მიიღებს სი ძინპინი მათ და როდის დაელაპარაკება და ნებისმიერ კონტრაქტზე, ნებისმიერ სავაჭრო დერეფანზე ან ეკონომიკურ შეთანხმებაზე ლამის, რა ვიცი, დაჩოქილი არიან იქ პეკინში, რომ ესე იგი მათმა ქვეყანამ მიიღოს და მათ ქვეყანაზე გაიაროს ამ ესე იგი ტრანზიტმა და ამ ვითარებაში ან თუნდაც სავაჭრო ბრუნვა რო დავთვალოთ ევროპის ქვეყნების და ჩვენი თქვა ჩინეთთან ევროპის ქვეყნებს გაცილებით უფრო დიდი სავაჭრო ბრუნვა აქვს და ამ ვითარებაში ჩვენ გვედავებიან ჯერ ერთი რატომ გვედავებიან საერთოდ გაუგებარია ესე იგი ჩინეთთან ურთიერთობების ინტენსიფიკაციას ანუ ორმაგი სტანდარტები არის თვალნათელი ეს სტანდარტები ძალიან კარგად ჩანს ზუსტად უკრაინაში, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ხოლმე, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად, როცა უკრაინა მოიგერია ეს აგრესია, ანუ პირველადი მიზნები რუსეთმა როცა ვერ მიაღწია, შემდეგ ძალიან მალე, რამდენიმე 2-3 თვეში დადგა საკითხი, რომ ეხლა რა ვშვებით, ხო, იქ რაღაც სტატუს კო ერთგვარად დამყარდა. ესეთი ბლიცკრიგი არ გამოვიდა, ჩავარდა რუსული, უკრაინამ ეს მოიგერია, თუმცა მის ტერიტორიაზე შეიჭრა და წავიდა იმ თუ ჩვენ ლაპარაკობ, იქნებ ეს ცეცხლი შევწყვიტოთ, ხო, მაისში ცნობილი სტამბულის მოლაპარაკებები 2022 წელს და მაშინ წაახალისეს ევროპულმა ძალებმა, რომელსაც არ მოეწონათ ის, რომ რა თქმა უნდა რუსეთმა დაარღვია პრაქტიკულად სოფლიო წესრიგი და უკრაინას უარა ჩვენ დაგეხმარებით და თქვენ გააგრძელეთ ბრძოლა. ის ბრძოლა მას შემდეგ უკვე გრძელდება 3 წელიწადზე მეტია. და გამოიწვია ამან უკრაინის გაჩანაგება და ჩვენ ვისმენთ დაუფარავ განცხადებებს ევროპელი ლიდერების მხრიდან, რომ რა თქმა უნდა, რაც უფრო დიდხანს იომებს უკრაინა, ჩვენ ვართ უფრო დაცული და ამასობაში ჩვენ უნდა გავაკეთოთ რესურსების მობილიზება, ავაღორძინოთ უნდა სამხედრო წარმოება და ჩვენი თავდაცვითი გავზარდოთ. ეს ყველაფერი მინდა გითხრათ, რომ ხდება უკრაინის ხარჯზე და იგივენაირ მდგომარეობაში იმყოფება აქ საქართველო, რომელსაც პატარა პაიკის ფუნქციონა შეესრულებინა. მეტი ახსნა ამას უბრალოდ არა აქვს და არ ჯდება იმ დამოკიდებულებას, რომ შენ გაქვს აქ რაღაცა ფუნქცია, რომელიც ძირითადად არის ანტირუსულ პოლიტიკაზე მიმართული და ეს წინ აფრიალებული წითელი ნაჭრის როლი. შეიძლება წითელი ნაჭირი არა, მაგრამ რაღაც სცენარში შენ ამ სცენარს სხვა ადგენს, აი ამ სტრატეგიულ ესე ვთქვათ, შეტევას სხვა ახორციელებს და შენ უბრალოდ როგორც ჯარისკაცს ბრძანებას რომ მიიღებს ის სამხედრო პრინციპია, რომ იმის რევიზია ამ ბრძანების არ ხდება. მას ერთ-ერთი დისციპლინა მოეთხოვება და ამის შესრულება. ანუ საქართველოს ამ პაიკის როლზე თქვა უარი. იმიტომ რომ მან შეხედა რაღაც სცენარი დაინახა და უბრალოდ მან დაწუნა როგორც ქვეყანამ, რომ მე მიღირს თუ არ მიღირს ამაში მონაწილეობის მიღება. ჩვენ მოვისმინეთ ინტერვიუ ნახე, არაჩვეულებრივ ინტერვიუებს აკეთებს რადიო თავისუფლებაზე ბატონი ვაჟა თავბერიძე, თომას მელიასთან. მოდი ორი საკვანძო სიტყვა თქვა. ეს არის ავღანეთი და ეს არის მზადყოფნა. თქვენ თუ ეს ორი რამ არა გაქვთ, თქვენ ხართ სტრატეგიული უმნიშვნელობის მატარებელი. ანუ ავღანეთში ჩვენ დავინახეთ, რომ თქვენი მზაობა რომ მონაწილეობა მიიღოთ აი ამ დიდ პროცესებში, ანუ თქვა თუ ავღანეთში იბრძოდა ქართული ჯარი, ხვალ ორ სიტყვაზე მოკავშირეება თეორიულად დაუშვათ, რომ დაიწყონ სამხედრო ოპერაცია ირანში, იმიტომ რომ თქვა რომ ირანის ბირთვული პროგრამა განადგურებული არ არის და საჰაერო დარტყმები ამას არ შორის და ზუსტად ერაყის კამპანიასავით დაიწყოს, ავღანეთის კამპანიასავით დაიწყოს, საქართველოს რა უნახავს, უნდა მიიღოს იგივენაირად მონაწილეობა. ეს კითხვა ხო არსებობს, ხო? და თქვენი ფასი იყო იმის, რომ თქვენ გქონდათ მზადყოფნა. ანუ თქვენ მზად იყავით ესეც ისტორიის ბრწყალებში ნათელ მხარეს ყოფილიყავით და შეგესრულებიათ ის ფუნქციები, ხო, რასაც ჩვენ უარი ვთქვით ამ უსიტყვო იმიტომ რომ შენ ხარ წინა ხაზზე, შენ დაინახე რომ ამ ხელა კონფლიქტში ეს აღარ ერბო სამხედრო მისია სადღაც. ეს არის შენ კართან არსებული კონფლიქტი, რომელიც პირდაპირ გემუქრება შენს მოსახლეობას, ტერიტორიას და თარაც ჩვენ აგერ უახლოეს წარსულში ხო გავლილი. ამიტომ პრობლემა შეიქმნა ეს. ამის პარალელურად, ნუ ეს საკითხი გასაგებია, სხვა რამეზე გადავიდეთ, ჩვენ ვხედავთ პროცესს, რომელსაც არავინ არ ელოდა, ანუ ქართული ოცნება, ესე ვთქვათ,
არ აძლევს არავის საშუალებას, რომ ისარგებლოს აი რაღაცნაირი თითქოს პაუზით, ანუ აი ესეთი ინდიფერენტული დამოკიდებულებით არ ხდება არც ხელისუფლების მიმართ რაღაცა დამატებითი კონტაქტები, ხო დიპლომატიურ დონეზე ინარჩუნებენ ეს დასავლური ქვეყნები ურთიერთობას, არც მეტი, არც ნაკლები. ხო ხდები რაღაც თამასის ქვევით არ ჩამოდის, არც ვიდება, ტექნიკურ დონეზე თანამშრომლობა გრძელდება, მაგრამ არანაირი პოლიტიკური აღიარება არ არის. ამის ბევრი ეს თქვა მაგალითი არსებობს, ხო? და ცდილობენ ეს დრო აიღონ იმისათვის, რომ აი ეს კრიზისი რაღაცნაირად გააფორმებინონ. რის საშუალებასაც ხელისუფლება არ იძლევა და ის ყველანაირი გზით ცდილობს, რომ პროცესი დააბრუნოს მარცხწესრიგის საზღვრებში, ხო? ყველა ის ახალი კანონი ეს ემსახურება სწორედ აი ამ წესრიგის მშვიდობიანი გზებით დაბრუნებას. იმისათვის, რომ ადამიანებმა თან იძულებული გახდნენ დაიცვან კანონი ერთის მხრივ და თან მეორეს მხრივ ზუსტად გაიგოს ყველა, ვინც ამას უყურებს, რომ ხელისუფლება არის მართალი და ის, ვინც კანონს არღვევს, ის ეწევა საბოტაჟს. ანუ ძალიან ნათელი მაგალითი, აი დღეს მე მაგალითად ერთ-ერთი NGO გამოცემაა პუბლიკა, რომელზეც უკვე მოვისმინე, წავიდა დაესწრო სასამართლო პროცესი, თქვენ იცით, რომ აი რაღაც ცირკისთვის და გადაღებებისთვის ეს დაიკეტა სასამართლო. ბევრი წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც ეს აღდგა, ის იყო თავისუფლება, რომელიც სარგებლობდნენ და რომელიც სხვა ქვეყნებში არ არის და ეს აქ შესაბამისად როგორც კი მოხდა მისი პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია მექანიზმის, იმ წუთშივე პრაქტიკულად მათ ეს დაკარგეს ეს ფუფუნება, ვერ შეირგეს და დღეს მე ვნახე ამერიკული სტანდარტის რეპორტაჟი ზვიად. ანუ ჩანახატი ფანქრით ფურცელზე იქ რა ხდება სასამართლო დარბაზში ერთგვარი მინიატურა და ტექსტური რეპორტაჟი აღწერილი. ანუ როგორც ქვეყნდება ამერიკულ გაზეთებში და შემდეგ გარედან შეიძლება ჟურნალისტმა რაღაც გააკეთოს. ანუ მიიღეს ეს, ანუ და არაფერი არ დაირღვა. საზოგადოება გახდა ინფორმირებული, დასწრება ყველა შეუძლია, მაგრამ ის იმ მექანიზმები, რომლითაც ხდება ამ ცირკის და კამერაზე თამაში და მთელი დრამები, რაც თამაშდება, ის იმ წუთშივე მოიხსნა. ამას ეძახიან და მე შეფასებები არის რაღაც გაუარესებას, დემოკრატიის გაუარესებას, უკან დახევას და ასე შემდეგ. როცა შენ მიდიხარ იმ სტანდარტზე, პირველი რიგის ქვეყნები რო არის და შენ რომ მესამე რიგის ხარ და რაღაც როლები რო სხვამ დაგიწერა, და შენ უნები რომ არა მეც სუვერენული ქვეყანა მაქვს და აღარ ვარ მე იმ მდგომარეობაში და ეხა სხვა რა მინდა, აქ ხდება ხოლმე სიურპრიზი და შენზე აღმოჩნდება რომ თურმე სხვა სტანდარტი ვრცელდება. ანუ როგორადაც სასამართლო შემთხვევაში მოხდა აი ამ ფარგლებში ჩასმა, რაც სამართლის აღსრულების მიზანს ემსახურება, ხო ეს პროცესი და არა იმას, რომ იქ რაღაცა ვაკხანელიები ვიხილოთ, იმ წუთშივე ყველაფერი გასწორდა. შეიძლება თუ არა, რომ სხვა მიმართულებითაც, სადაც ხდება კანონმდებლობის ესეთი გამკაცრება, ვიხილოთ იგივენაირი პროცესი თუ მაგალითად შენ ხედავ რაიმე რისკს, როგორც სკეპტიკოსები იძახიან, რომ ეს ყველაფერი გამოიწვევს ავტორიტარული რაღაცა მიდრეკილებების გამძაფრებას. ხო, გეთანხმები იმაში, რომ რა თქმა უნდა, როდესაც შენზე არის გაწერილი როლი, რომელიც გაწერეს სხვებმა და შენ ამ როლში არ გინდა რომ ჩაეწერო და ბუნებრივია რომ არ გინდა რომ ჩაეწერო, არ გინდა აღმოჩნდე გასაწერი პაიკის როლში, ამ შემთხვევაში ის სხვები ყველა მეთოდს იყენებენ იმისთვის, რომ განახორციელონ შენზე ზეწოლა და მოგიშორონ ელემენტარულად, ანუ შეცვალონ ხელისუფლება. და აქედან გამომდინარეობს ყველა ის კრიტიკა და ყველა ის ნეგატივი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ახლა გლობალური deep state-ის მხრიდან, რომელსაც ბოლო პერიოდში ყველაზე უფრო აქტიურად ევროპის ქვეყნები და ევროპის ბიუროკრატია წარმოადგენს. მაგრამ რა არის აქ ყველაზე მნიშვნელოვანი? ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქართული საზოგადოება, თვითონ საქართველოს მოსახლეობა აბსოლუტურად სწორად გაერკვა მიმდინარე სიტუაციაში და თვითონ ის ადამიანებიც კი, რომლებიც შეიძლება ყველაფერში არ ეთანხმებოდნენ ხელისუფლებას და უფრო მეტიც ოპოზიციის მხარდამჭერების ნაწილიც კი მშვიდობის შენარჩუნების პოლიტიკაში ხელისუფლებას მხარს უჭერენ და ეთანხმებიან. და სწორედ ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის, რატომ აქვს ასეთი მცირე მხარდაჭერა ქუჩაში ოპოზიციას. რაც შეეხება კანონების გამკაცრებას, უფრო სწორად გამკაცრებას კი არა. მე ამას დავარქმევდი საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებას. იმიტომ რომ მოდი რო ვიქნებით რომის პაპზე უფრო მეტად კათოლიკეები. თუ ამერიკაში არის რაღაც სტანდარტი და ეს არ ითვლება დემოკრატიის
დემოკრატიისთვის რაღაც ჩრდილის მიყენებად, მაშინ თუ ჩვენც დავამკვიდრებთ იგივე სტანდარტს, ეს არ უნდა ჩაითვალოს დემოკრატიის უკუსლად. ან თუ ვინმე ჩათვლის ამას და გვეტყვის, რომ ეს არის დემოკრატიის უკუსლა, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს კრიტიკა არის გამოწვეული ზუსტად იმისთვის, რომ მოახდინონ ხელისუფლების და მმართველი ძალის დისკრედიტაცია და არა იმიტომ, რომ რეალურად ვინმეს მოეჩვენა, რომ დემოკრატიის უკუსლას აქვს ადგილი. ან თუ ვინმეს მართლა უნდა საქმიან დიალოგში შემოსვლა, მოდი ვილაპარაკოთ საქმიანად მაშინ. რა პრობლემაა იმაში, რომ სასამართლოში იყოს თქვა შეზღუდული მედია ფოტო და ვიდეო გადაღება. თან ამ ბოლო რეგულაციით, რომელიც ახლა მიიღო პარლამენტმა, პრინციპულად კი არ იკრძალება ვიდეო და ფოტო გადაღება. არამედ ხდება დაშვება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემთხვევაში სპეციალური დაშვებით. ანუ შესაძლებელია გადაღება, ოღონდ ამისთვის უნდა არსებობდეს საკმარისი საფუძველი. ამერიკაში როგორც ვიცით, საერთოდ ნახატებს აკეთებენ სასამართლო პროცესზე და ეს შემთხვევით ხო არ არის, ეს არის ზუსტად იმისთვის, რომ არ მოახდინოს რომელიმე მხარემ სასამართლო პროცესის გადაქცევა შოუთ. და კი, და ეგეთი პირველი ჩანახატი ვიხილეთ დღეს და ამ შოუთი შემდეგ მოსამართლეზე და თვითონ სასამართლო პროცესზე ზემოქმედება. აი ხო ხედავთ ახლა ჩვენ რომ როდესაც შეიზღუდა მედია გადაღება, შოუც შეწყდება. იმიტომ რომ შოუ არის გათვლილი მედიაზე, პუბლიკაზე. თუ კი არ იქნება პირდაპირ ტრანსლაცია, თუ არ იქნება ვიდეო გადაღება, ეს შოუც შეწყდება. ეხლა შეიძლება ვიღაცამ ჩვენ გვითხრას რომელიმე ევროპარლამენტარმა, რომ ეს არის დემოკრატიის უკუსლა, მაგრამ რა თქმა უნდა ეს შენიშვნა თუ ეს პრეტენზია იქნება გამოწვეული არა იმით, რომ რეალურად დემოკრატიის უკუსლასთან გვაქვს საქმე, არამედ იმიტომ რომ ეს კონკრეტული ევროპარლამენტარი არის პირადად დაინტერესებული იმაში, რომ მოხდეს საქართველოს ხელისუფლების და მმართველი ძალის დისკრედიტაცია. რაც შეეხება სხვა სფეროებშიც მიმდინარეობს სტანდარტების, კი ბატონო, დავარქვათ თუ ამას გამკაცრება, მაგრამ კანონი მკაცრია. კანონი მკაცრია და ზოგადად სამართალი არის საკმაოდ მკაცრი ფენომენი. იგივე თუნდაც მიტინგების და დემონსტრაციების შესახებ კანონში ხომ შევიდა ცვლილებები. მაგალითად აიკრძალა ნიღბების ტარება და პიროტექნიკის გამოყენება მასობრივ თავშეყრის პროცესებში. რატომ არის ეს დემოკრატიის უკუსლა? ჩვენ ნახეთ, რომ ზუსტად თითქოს ფეხდაფეხ მიყვებოდით ერთმანეთს, დონალდ ტრამპმა გააკეთა იგივე განცხადება ამერიკაში. როდესაც ლოს-ანჯელესში და მთლიანად მთელს კალიფორნიაში მასობრივი აქციები იყო და პირდაპირ თქვა, რომ აიკრძალება ნიღბების ტარება და ასევე ამერიკაში აკრძალულია პიროტექნიკის გამოყენება. რატომ არის ეს არადემოკრატიული? ანუ პიროტექნიკის სროლა დემონსტრაციაზე რაიმე ადამიანის თანდაყოლილი ბუნებრივი უფლებაა? პირიქით, ჩემი აზრით, კანონები კი არ მკაცრდება ახლა, არამედ პირიქით კანონები იყო ზედმეტად მოშვებული, რითაც ბოროტად სარგებლობდა რადიკალური ოპოზიცია და აქედან გამომდინარე გახდა საჭირო მათი მოყვანა ადეკვატურ მდგომარეობაში. მოკლედ ამაზე ხშირად გვილაპარაკია, რომ არსებობს რაღაცა სივრცე, რომელსაც კანონი არეგულირებს, არსებობს სივრცე, რომელსაც უბრალოდ ცივილურობა და კულტურა არეგულირებს, ხო? ანუ შენ შეგეძლო თუ ვერ არეგულირებს როგორც კი შენ ამის არა მარტო ლახავ აი ამ საზღვრებს, არამედ იწყებ ბოროტად გამოყენებას, ბუნებრივია რომ ამას მით უმეტეს, როდესაც შენ ამას ეპიზოდურად კი არ აკეთებ. პირდაპირ გიღად გაცხადებული შენ ამას აკეთებ მიზანმიმართულად, რომ ყველანაირი ნებისმიერ ფასად უნდა მიაღწიო მთავარს აჯანყი, რევოლუცია, შეცვალე, დაამხე, ეს გაცხადებული დღესასწაული ამას დღემდე იმეორებენ. პოლიტიკური ლიდერები. გუშინწინდელ აქციაზე შესაბამისად, ეხლა მაქვს კითხვა, რა მოხდა? აქ მოხდა თვითლიკვიდაცია, ხო? ერთ-ერთი ფაზა ვნახეთ ამ თვითლიკვიდაციის, როცა ხელისუფლებამ კი არა გააკეთა. ხელისუფლებამ უბრალოდ მარტივად დაადგინა კანონი და ზღვარი, ხო? ანუ იმისათვის ის იდგამს ნაბიჯებს იმისათვის, რომ ის კონსტიტუციური წესრიგი, რაც ქვეყანაში არსებობს, ის სამართლის ველი დაიცვას და თითოეულ ადამიანს მოუწიოს აღიარება. ან შენ
ტოვებ ამ ველს, ამ პოლიტიკურ ველს, ან თამაშობ ამ წესებით. და სწორედ იმიტომ, რომ საპარლამენტო კომისიაზე არ გამოცხადნენ, პოლიტიკურმა ლიდერებმა ამჯობინეს, რომ 8 თვით ციხეში გაეტარებინათ ეს გრილი თუ ცხელი ზაფხული რა, თუ ანუ ის ასე აღნიშნეს ხალხის გაზაფხული. ანუ ამ მიმართულებით, ანუ ცოტა რომ გადავიდეთ ისეთ თემაზე, რაც თქვია მოახლოებული არჩევნები, ზუსტად რამდენი თვე დარჩა 3 თვეში, ხო? ზუსტად 3 თვეში გაიმართება არჩევნები, მალე დაიწყება საარჩევნო კამპანია და ოპოზიციაში კულმინაციას აღწევს საკითხი, ხან ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა შიმშილობაც კი გამოაცხადა იმისათვის, რომ ეიძულებინა ოპოზიცია, რომ აი ყველანი ბოიკოტზე, ხო, ამას მე დავარქვი დეტოქსი რუსთაველზე და ძნელი ამას მისცეს შიმშილობის კვალიფიკაცია და ეს საკითხი ამანაც ვერ იმოქმედა. მაინც პარტიების ნაწილი იძახის, რომ სხვა გზა არ არის, იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად განწერული პროცესია ქუჩის, მაგრამ აი გარკვეულმა ლიდერებმა, აი ერთ თუ ორ კაციანმა პარტიებმა, რომელიც ამ ნაციონალური მოძრაობიდან არიან, ამოსდილი მათ თქვეს, რომ არა, ჩვენ ამას არ შევეგუებით, ბოიკოტით წავალთ, არც კომისიაზე არ მივალთ და გვირჩევნია წავიდეთ ციხეში. ანუ აი აქ როგორ ხედავ შენ ამ პროცესს, რა შეიძლება, სადამდე შეიძლება ეს განვითარდეს? ანუ ეს შექმნის გარკვეულ კრიზისს თუ პირიქით, ეს იქნება მე როგორც მეუყურებ ხოლმე, რომ პირიქით ეს გააჯანსაღებს პოლიტიკურ პროცესს. ესე იგი, დასაწყისში ახსენე შარლ მიშელის შეთანხმება და ცდელობა, რომ ესე იგი შედგეს, მივიდეს სიტუაცია შარლ მიშელი 2 ესე პირობითად რომ დავარქვათ შეთანხმებამდე. მე მგონია, რომ იმათი მიზანი, ვინც ეს ოპოზიციონერები აიძულა, რომ ჩამსხდარიყვნენ ციხეში და ეს ფაქტია, რომ მათ ისინი უცხოეთიდან იმართებიან და მათ უბრალოდ ასეთი დავალება მიიღეს, რომ არ გამოცხადებულიყვნენ ამ კომისიაზე, არ ეღიარებინათ ეს კომისია, ისევე როგორც პარლამენტი მთლიანად და ამის გამო აღმოჩნდნენ ციხეში, მათი მიზანი შესაძლოა იყოს სწორედ ის, რომ სიტუაცია მივიდეს ისევ შარლ მიშელის შეთანხმების მსგავს სცენარამდე. მაგრამ როგორც თავად აღნიშნე, ეს ამჯერად არის გამორიცხული, იმიტომ რომ ამჯერად თვითონ ხელისუფლება არ წავა ამაზე. შესაბამისად, ამ ასე ვთქვათ, თვითლიკვიდაციას, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით, არანაირი პოზიტიური ეფექტი თვითონ ამ რადიკალური ოპოზიციისთვის არ ექნება. ისინი იქნებიან ციხეში, შეხვდებიან ციხეში არჩევნებს და შემდეგ მაგრამ მათ შეურეთ მათ პარტიებმა მაინც მიიღონ. პარტიები მიიღებენ მონაწილეობას თუ არ მიიღებენ, ეს შედეგზე თვითონ დიდ გავლენას არ იქონიებს, მაგრამ მე მგონია, რომ ამას შეიძლება კონდეს გავლენა თვითონ ამ პარტიების ბედზე. რომელი პარტიებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, მათ ექნებათ შანსი, რომ დარჩნენ პოლიტიკაში, ქართულ პოლიტიკაში და გარკვეული როლი ითამაშონ, თუნდაც გამოხატონ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ინტერესები, განწყობა, დაკვეთა, ხოლო რომლებიც იქნებიან ქუჩაში, ისინი წარმოიდგინე, გურამ ისინი არავის ინტერესებს არ გამოხატავენ საქართველოში. ანუ საქართველოში არ არის მეტნაკლებად სერიოზული საზოგადოებრივი ფენა, რომელიც უკვეთავს რევოლუციას. არ არის ასეთი ფენა. შესაბამისად, ვის ინტერესებს გამოხატავენ ეს პარტიები არის გაუგებარი. არსებობს ერთ-ერთი ძალიან პატარა, მაგრამ NGO ფენა, რომელიც პირდაპირ ამას რაღაც აი ეს ერთგვარი წრე პირდაპირ ლაპარაკობს, ამაზე უსმენ ხოლმე მე რაღაც წარმომადგენლებს მათგან, რომ აბა რა უნდა მოხდეს ეს რაღაცა. რამხელა ეს ფენა? ეს ფენა სავარაუდოდ ძალიან პატარა ფენაც არ დაერქმევა. ძალიან ასეთი პირობითი გამოთქმა. მე ვამბობ საქართველოს შიგნით, თორემ საქართველოს გარეთ რომ არიან მოთამაშეები და საკმაოდ ძლიერი მოთამაშეები, რომლებიც არიან დაინტერესებული საქართველოში გადატრიალების და რევოლუციური პროცესების ხილვით. ეს გასაგებია. ამაზე ვთანხმდებით. მაგრამ ბოლოს და ბოლოს ქართველი ხალხის ნებით უნდა იმართებოდეს ხო პროცესები ამ ქვეყანაში და არა იმითი თქვათ კუბილიუსი რას მოიფიქრებს და რას სცენარს დაწერს ან რომელიმე ფოტიგა. ამიტომ რადგან საქართველოს შიგნით არ არსებობს სერიოზული სოციალური ფენა, რომელიც არის გადატრიალებით და რევოლუციით დაინტერესებული, შესაბამისად პარტიები, რომლებიც დარჩებიან ამ რევოლუციის დღის წესრიგში, უბრალოდ გაქრებიან ქართული პოლიტიკიდან, იმიტომ რომ ისინი არავის არ წარმოადგენენ, არავის არ გამოხატავენ. თვითონ ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატიც კი და არის ხო ეს ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი, დავარქვათ ამას თუნდაც ხელისუფლების
წინააღმდეგ განწყობილი ელექტორატი და არა ნაციონალური მოძრაობის მომხრე. სწორი შენიშვნა იყო, რომ ხმები, რომელიც ოპოზიციამ მიიღო, თუნდაც ამ საპარლამენტო არჩევნებზე, ამ ხმების უდიდესი უმრავლესობა იყო არა იმის გამო მიცემული, რომ ვიღაცას თქვათ ლელო ხაზარაძე ძალიან უყვარს ან მელია ძალიან უყვარს. არამედ იმის გამო, რომ ქართული ოცნების მიმართ აქვს გარკვეული პროტესტი და ეს ბუნებრივია ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნაწილს აქვს უკმაყოფილება. მაგრამ თვით ამ საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვისაც კი რევოლუცია არ არის მიზანი. არ არის მიზანი, ამიტომაც არ გამოდიან ისინი ქუჩაში და რა ვიცი, მეტი რა უნდა მოხდეს, ხო, ბოლოს და ბოლოს გამოუცხადეს თავიანთ ამომრჩეველს, რომ ჩვენი ლიდერები დააკავეს იმის გამო, რომ არალეგიტიმური პარლამენტი მათი აზრით, ესე იგი, აყალიბებს არალეგიტიმურ კომისიას და ამ კომისიაზე ჩვენ არ მივდივართ და დააკავეს. ამაზე მეტი რა უნდა ეთქვათ და გამოვიდა 2000 კაცი, ხო, მეტი არ გამოვიდა. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რადიკალური რევოლუციური პროცესების მოთხოვნა საქართველოში არ არსებობს. თვითონ ოპოზიციის მხარდამჭერებსაც კი არ უნდათ ეს. ოპოზიციის მხარდამჭერებს სურთ არჩევნებში მიიღოს მათ ამ პარტიებმა მონაწილეობა და დარჩნენ პოლიტიკაში გამოხატონ მათი ინტერესები. ჩემი შეხედულებით ასეა. შეიძლება იყოს რაღაც ძალიან მცირე ფენასაც ვერ დავარქმევთო და მართალია გეთანხმები ფენაც არ არის ეს არის რუსულად რო იტყვიან პრასლოიკა საზოგადოებრივი რომელიც არის დაინტერესებული ამაში მაგრამ ისიც დაინტერესებულია ამ რევოლუციაში არა იმიტომ რომ თვითონ აქვს ასეთი განცდა რომ რევოლუციის გარეშე ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება არამედ იმის გამო რომ უბრალოდ დავალება აქვს ასეთი მიღებული რომ სცადოს ყველანაირად მორიგი ფერადი რევოლუცია საქართველოში და ეს ფერადი რევოლუციები ამ NGO-ების დახმარებით როგორ ხდება და როგორ იმართება და როგორ იგეგმება ამ ეს უკვე ძალიან კარგად გავიგეთ ჩვენ და მთელმა მსოფლიომ იმიტომ რომ ბევრი ფერადი რევოლუცია ვიხილეთ უკვე და სცენარი ყველა შემთხვევაში ერთი და იგივე ასე ვთქვათ ნიშან-თვისებებით ხასიათდება ამიტომ არ ვიცი ნებისმიერ შემთხვევაში აი დასკვნა შეიძლება ესეთი გავაკეთოთ რომ პარტიები რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას შეინარჩუნებენ შანსს რომ დარჩნენ ქართულ პოლიტიკაში და პარტიები რომლებიც არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და დარჩებიან ამ რევოლუციურ სცენარში ჩემი აზრით მათი ადგილი საქართველოს მომავალ პოლიტიკაში უბრალოდ არ იქნება. ჩვენ ხედავთ ამის პარალელურად რომ გარკვეული პროცესი მიმდინარეობს ხელისუფლებაშიც, ხო? ჩვენ ხედავთ პრაქტიკულად აი ეს მინისტრთა კაბინეტის პრაქტიკულად გადახალისებას, ცვლილებას. პრემიერ-მინისტრი კობახიძეს კაბინეტი უკვე პრაქტიკულად უკვე შეიცვალა იმითი, ვინც მან პირადად დანიშნა და დააკომპლექტა, ესე ვთქვათ. ხო, ყველა ეს კანდიდატურა და ჩვენ ხედავთ რომ ამ პროცესში ხელისუფლების კონსოლიდაცია უფრო გამოჩნდა. ანუ მე უბრალოდ აი სასაცილოთაც არ მყოფნის რომ ვკითხულობ ხოლმე რომ შეხედეთ მინისტრი გამოიცვალა და ეს არის ერთგვარად ჩამოშლის ნიშანი თუ ეს არის კრიზისის ნიშანი. ანუ აი როგორ ახერხებენ ადამიანები რომ რაღაცა თეთრი, შავად წარმოადგინონ მე ვერ ხვდები. მაგრამ ჩვენ ხედავთ ანუ არ ნახულ კონსოლიდაციას, ხო გნებავთ ახალი კანონების მიღების მათი აღსრულების, ეფექტურობის გაზრდის და ეს ეფექტურობის გაზრდა დაკავშირებული არის იმ უშუალო საქმიანობასთანაც, რასაც მთავრობა უნდა ახორციელებდეს, ჩვენ ხედავთ რაღაცა კამპანიას ნარკოტიკების წინააღმდეგ, როგორც საკანონმდებლოს, ისე ყოველდღიურ აღსრულების კუთხით და ეს რაღაცნაირად გაჯანსაღება ამ ხრივ და რაღაცა ეფექტურობის ზრდა ცალსახად იგრძნობა. და ამას ხედავს ამომრჩეველიც, ხო? ამას ხედავს ამომრჩეველი, რომელიც ხარს უჭერს ხელისუფლებას და ის ხედავს, რომ იმ ფონზე, როდესაც ესმის ოპოზიციის კრიტიკა, რომ საქართველოს თითქოს რაღაცა იზოლაციაშია, მოწყდა ორბიტას, აიკრა გუნდანაბადი და გადასახლდა ჩელიაბინსკში, აი ამ მეტაფორების ფონზე ის ხედავს, რომ პირიქით ანუ ეფექტურობა ხელისუფლების იზრდება, ის მართავს სიტუაციას, ის ამყარებს რაღაც კონტაქტებს, ეს პროცესი რაღაცა გრძელდება და შეუქცევადია და ამავე დროს ხედავს, რომ ეს ყველაფერი კეთდება გარშემო სულ უფრო დაძაბულ
ვითარებაში, ხო? ანუ ამ ხრივ შეიძლება თუ არა ითქვას, რომ პრაქტიკულად ხელისუფლებას უბრალოდ 5 ოქტომბერს საერთოდ კონკურენტი და ოპონენტი აღარ ეყოლება. რა თუ დაუშვებთ, აი თეორიულად ვიცით რომ ყოველ ზოგი მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ თუ დაუშვებთ რომ ამ ოპოზიციამ განაცხადა რომ ჩვენ აღარ ვართ ოპოზიციას, წავედით რომ პრაქტიკულად პოლიტიკიდან მთლიანად დარჩნენ ამ ველს გარეთ, ისინი რაშიც არსებობენ დღეს არის ეს თქო საინფორმაციო ველი და სივრცე თუ რაღაცა ტელევიზიაში აი უბრალოდ დააკვირდი ოპოზიციური ტელევიზიების აი გამხსნელ სიუჟეტს რისგან არის საერთოდ მოგონილი და შეთხზული. და თუ მას დაუკეტავ აი ამ შოუების მოწყობის რესურს, როგორც იყო სასამართლო დარბაზი ან რაღაც საათი კაცის ქუჩის გადაკეთვა, მაშინ აღარ არსებობს ეს. ამ შემთხვევაში რამ შეიძლება ჩაანაცვლოს ეს არსებული ტოქსიური ოპოზიცია და ხედავთ თუ არა რესურსს, რომ უბრალოდ გაჩნდეს სისტემური ოპოზიცია, რომელიც ქვეყანას კი არ ანგრევს, იმას კი არ ნატრობობს, ოღონდ სანქცია დაადონ ქვეყანას, ოღონდ უვიზო გაუჩერონ იმისათვის, რომ ვითარება სოციალური დამძიმდეს ქვეყანაში, ამან იმოქმედოს და შემდეგ ხალხი აჯანყდეს. ის ვერ ხდება, რომ ეს მსგავსი რამ არ მოხდება, უკვე შეუძლებელია. ხელისუფლებამ ყველა კრიზისი ეფექტურად მართა იმისათვის, რომ ეჩვენებინა, რომ ესეთი სცენარი გამორიცხულია. ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება პროცესი გარდაიქმნას, იმიტომ რომ ერთგვარად უნიკალურ მომენტში ვიმყოფებით. ესეთი პრეცედენტი ცოტა რთული გასახსენებელია. მე მგონია რომ ეს არის სწორედ შანსი რომ საქართველოში გაჩნდეს ჯანსაღი ოპოზიცია. ჯანსაღ ოპოზიციაში მე ვგულისხმობ იმ ოპოზიციას, რომელიც აკრიტიკებს ხელისუფლებას და ებრძვის პოლიტიკურად თუნდაც ებრძვის ხელისუფლებას, მაგრამ არა საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ წუთში ახლა ვერ ვივარაუდებთ, როდის შეიძლება ეს გაჩნდეს და რა ფორმა შეიძლება ამან მიიღოს, მაგრამ ზოგადად პრობლემა ქართული პოლიტიკური სპექტრის 2012 წლიდან დღემდე იყო ის, რომ ოპოზიციის ნიშა ჰქონდა მონოპოლიზებული ნაციონალურ მოძრაობას და მის ანასხლეტებს, კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას, რაც ზოგადად ახდენდა პოლიტიკური პროცესის, ოპოზიციური პოლიტიკური პროცესის მარგინალიზებას საზოგადოების უმრავლესობის თვალში, იმიტომ რომ თუ შენ აკრიტიკებ ხელისუფლებას, მაშინ შენ ესე იგი ავტომატურად წყალს ასხამ ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე, თუნდაც არანაირი კონტაქტი არ ქონდეს მასთან, ანუ მის სასარგებლო საქმეს აკეთებ და რადგან მის სასარგებლო საქმეს აკეთებ, შესაბამისად საზოგადოების უმრავლესობა, რომელთვისაც კატეგორიულად მიუღებელია ნაციონალური მოძრაობა და მათ შორის მისთვის სასარგებლო საქმის კეთება, შენს მიმართ იყო განწყობილი ნეგატიურად. ეს ბლოკავდა ჯანსაღი ოპოზიციური განწყობის, ასე ვთქვათ, არტიკულირებას და შესაბამისად შედეგად მივიღეთ ის, რომ აი მოვედით 2025 წლამდე და მთავარი ოპოზიციური, ყველაზე ძლიერი ყოველ შემთხვევაში ოპოზიციური ორგანიზაციები არის კვლავ რადიკალური ნაციონალური მოძრაობა და მისი ანასხლეტები. თუ ეს პარტიები ამ პროცესების შედეგად პოლიტიკიდან გავლენ და აღმოჩნდებიან მარგინალიზებულები, ეს შექმნის შანსს, რა თქმა უნდა, შანსი არ ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ ეს შანსი მაშინვე განხორციელდება და რეალობად იქცევა, მაგრამ შექმნის შანსს, რომ გაჩნდეს ჯანსაღი ალტერნატივა ოპოზიციაში, რომელიც გაუწევს ჯანსაღ კონკურენციას, ქართულ ოცნებას და ჯანსაღ ოპონირებას მათ შორის. ამის გარეშე, იცით როგორ არის? ეს არის არა მარტო სასურველი, არამედ აუცილებელი, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ხელისუფლების ცვლილება არის დემოკრატიული სისტემისთვის დამახასიათებელი აუცილებელი კომპონენტი. ანუ ამას ვერ გაექცევ, ხელისუფლების ცვლილება ხდება. მუდმივად ვერც ერთი პარტია ხელისუფლებაში ვერ რჩება და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია რომ საქართველოში გაჩნდეს ჯანსაღი ოპოზიცია, იმიტომ რომ როდესაც ეს ციკლი, დემოკრატიული ციკლი, ასე ვთქვათ, მიუახლოვდება იმ სიტუაციას, როდესაც ხელისუფლების ცვლილება შეიძლება მოხდეს, ვინ აღმოჩნდება ამ დროს ყველაზე ძლიერი ოპოზიციურ ფლანგზე და ვის ექნება დაკავებული ოპოზიციის ნიშა, ამას ექნება ძალიან კრიტიკული მნიშვნელობა. იმიტომ რომ თუ ამ სიტუაციაში ისარგებლა ისევ რადიკალურმა ნაციონალურმა მოძრაობამ, რაც არ უნდა ერქვას მას, შეიძლება სახელი გამოუცვალონ, სახეები გამოუცვალონ, მაგრამ პროექტი თვითონ აი ეს რადიკალური ანტიქართული პროექტი, რომელიც
რომლის მთავარი დამახასიათებელი თვისება არის, რომ საქართველოს უნდა იყოს დასავლეთის გარკვეული წრეების, დავარქვათ Deep State-ი, დავარქვათ გლობალური ომის პარტია, რაც გინდა ის დავარქვათ, მაგრამ დასავლეთის გარკვეული ოლიგარქიული წრეების ხელში პაიკი, რომელიც იქნება ყოველთვის მზად ამ წრეების ნებისმიერი დავალების შესასრულებლად. ეს არის ნაციონალური მოძრაობის პროექტი. თუ აი ეს პროექტი დარჩა ყველაზე ძლიერ ალტერნატივად და მან ისარგებლა იმ შემთხვევაში, როდესაც წაიფორხილებს, თქვათ, ხელისუფლება, ეს მაშინ ჩათვალეთ, რომ ყველაფერი ჩაიყრება წყალში, რაც 2012 წლიდან გვიკეთებია. არ მგონია, რომ მსგავსი რამ შესაძლებელი იყოს იმის გამო, რომ ნაციონალურ მოძრაობამ დაკარგა მომრჩეველი, მან არჩევნებზეც კი მეორე ადგილზე, ოპოზიციათა შორის მეორე ადგილზე გარდაიცვალა. გადაინაცვლა და გარდაიცვალა კიდევაც გარკვეულწილად. იმიტომ რომ მისი ლიდერი ცადა მორიგი რევოლუცია და ჩავარდა ეს რევოლუციაც, მათი ელექტორალური წონა არის შემსუბუქებული, რაც თავია მათ იდეოლოგიაც სერიოზულ პრობლემებს განიცდის, იმიტომ რომ ეს რუსოფრენია ქვეყანაში აუცილებლად დასრულდება და ბუნებრივია რომ მე არ მგონია რომ რაღაცა გვალი მაგი და აღარ არსებობს და ის შინაარსი, ასევე გაქრება ესეც და ის მისგან გამოსული სხვა პარტიები, რომელთაც ვერაფერი განსხვავებული ვერ შემოგთავაზეს. დიდი მადლობა ზვიად სტუმრობისთვის, საინტერესო დისკუსიისთვის. ჩვენ დღევანდელი გადაცემა კი დასრულებულია, ეთერში შემდეგ კვირაში დავბრუნდებით.